უმუშევრობა და დაბალი შემოსავალი არის მთელ მსოფლიოში. აი ბოლო ევროსაბჭოს ბოლო სხდომაზე სოციალურ საკითხთა კომიტეტში იყო ძალიან დიდი კამათი და დისკუსია და ესე იგი მოხსენება იყო სოციალური არათანაბრობის შესახებ, რომ რატო ხდება ესე, რომ აი ევროპის ქვეყნებში ერთ მხარეზე დიდი სიმდიდრე გროვდება, მეორე მხარეზე ხდება ადამიანების სულ უფრო და უფრო გაღატაკება, რომ ესე იგი ძნელია სამსახურის შოვნა, განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის. ერთი რამესაც დაუკვირდეთ, ეხა მე იმიტომ კი არა ხელისუფლება ხა უცხოელები რო ჩამოდიან ჩვენთან ისე ძალიან ბევრი საქართველოს მოსახლეობის ნახევარს მანქანა ყავს. საქართველოს მოსახლეობის გარკვეული ნაწილი ძალიან მაღალი დონის ტელეფონები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. კი პარალელურ რეჟიმში რაღაცები უჭირთ იქ აი სესხი აქვს აღებული, მაგრამ ის სესხიც ხო თქვა იქ შეიძლება 10%-ს აქვს ჯანდაცვისთვის, მაგრამ დანარჩენს ხო იმიტომ მქონდა რომ ცხოვრების გაუმჯობესება უდო და ბინა ახალი შეიძინა და სხვა და სხვა. ისინი საკმაოდ კარგად ცხოვრობდნენ, მე რაღაც საქმისთვის აიღეს ბინისთვის სხვა, მათ უნდათ ან ბინის დაბრუნება, ან უნდათ ისევ ახალი სესხის აღება და სხვა. ადამიანები, რომლებაც იპოთეკური სესხი აიღეს, ისინი არ იყვნენ ისე გაჭირებული ადამიანები, რომ თქვათ მათთვის თავშესაფარის მიცემა, სოციალური თავშესაფარის მიცემა აღარაფერი არა. მე მქონია შემთხვევა, რომ შემითავაზებია, თქვათ აი სოციალური საცხოვრისის გამოყოფა და ისინი ამაზე არ არიან თანახმად. ერთ-ერთ ოჯახს უთხარი, რომ მე ხარაგაულში მაქვს ძალიან კარგი სახლი, სოფლის, მაგრამ კარგი სახლი, ახალი, ეზო, გარემო და თუ ვინმე გაჭირება გაქვთ რამე, შეგიძლიათ კი ბატონო წაბრძანდეთ იქ და იცხოვროთ და გამოიყენოთ ეს, მაგრამ დიდი სურვილი არ აღმოჩნდა ამისა. ადამიანები, რომლებიც კარგი ცხოვრების, ასე ვთქვათ, მოსაწყობად აიღეს იპოთეკარული სესხები, მათთვის უკვე სოციალური საცხოვრისი არ არის საკმარისი, მან თუნდაც ისევე თავისი მეტნაკლებად ჩვეული ცხოვრების გაგრძელება და აქ უკვე სახელმწიფოს დახმარება, მე გულწრფელი ადამიანი ვარ და შედარებით ძნელია.